საღამომშვიდობისა, ეთერშია გადაცემა ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ. არჩეულებრივი სტუმარი მყავს დღეს. ბატონი გურამ ოდიშარე, ბატონი გურამ, სანამ მეგონა რომ დღეს 7 და წყნარი დღე იქნებოდა, შაბათია და ცივა და ყინავს, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს ჩვენი ცხოვრება მუდმივად რაღაცა სიახლეებს თუ რაღაცები ყოველთვის ხდება. მე მინდა უბრალოდ ჩვენს მაყურებელს უთხრა იმის შესახებ თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ იმ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, ვინც დღეს რუსთაველის პროსპექტზე დააკავეს. ისინი აღნიშნავდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლის თავს, შეეცადნენ ქუჩის გადაკეტვას და 8 ადამიანია დაკავებული. ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 3 მათგანს ილია წურწუმიას 400 ლარი, ზაზა სვანიძეს 500 ლარი, მიხეილ მუმლაძეს კი 400 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. სხვების სასამართლო პროცესი ჯერჯერობით კიდევ მიმდინარეობს. რუსთაველის პროსპექტი რაღაცა ჩვენს უახლოეს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში საკრალულ ადგილად იქცა. ხო, სულ რაღაცა ხდება. ადგილი, სადაც ადრე მე ვთქვათ იგივე 60 და 70-იანელი მწერლების მოგონებებში მომისმენია, რომ აი რუსთაველს ეირნობდნენ და ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ და სახეზე ცნობდნენ პრინციპში რუსთაველზე მოსიარული ადამიანები და რაღაცა ეხლა ცოტა ზედმეტად პოლიტიკური ასპარეზი გახდა. რა ხდება ამ რუსთაველის პროსპექტზე, ბატონო გურამ, რატომ გახდა ესეთი მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ისტორიაში? დიახ, მართლაც რაღაცნაირად დაებედა რუსთაველის პროსპექტს, ახლა ბოლო 25 წელი მეოთხედი საუკუნე გუზარმაზარი დრო არის თითქოს ისტორიისთვის არაფერი როგორც გვიყვარს ხოლმე განმეორება. მაგრამ ადამიანის ცხოვრების დიდი ნაწილია. ხო, 25 წელი უზარმაზარი არის დრო და ეხლა განსაკუთრებით ალბათ ეგ 9 აპრილი რომ ახსენდება უცებ აი ეს თქვენი მე ეხლა რომ გაიხსნეთ მშვენიერი რუსთაველი, საზოგადოება შესანიშნავი, ლაღიძის წყლები მე ბავშვობის ხშირად ჩამოდიოდი აქ და იმაზე ლუნაჩარსკის ქუჩაზე ჩემების სახლობდნენ და მათ რუსთაველზე ვიყავი ძალიან ხშირად და უცებ 9 აპრილი ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ანუ იშლება საბჭოთა კავშირი, ინგრევა საბჭოთა კავშირი, კი იყო მოსალოდნელი და ყველა ელოდა მას, მაგრამ რაღაცნაირად მოულოდნელი მოსალოდნელობასთან ჰქონდა საქმე და სწორედ რუსთაველის პროსპექტზე იყო საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების, სპეცრაზმების ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლა საკუთარ ხალხთან. იმიტომ რომ უიარაღო ხალხს დაერიან სპეცრაზმელები, დაიხოცა 21 და უმრავლესობა ახალგაზრდა ისეთი ხალხი და გოგონები რა ფაქტიურად ბავშვები დაიხოცნენ ამ დროს, მაგრამ დამთავრდა სასტიკი დამარცხებით ამ საბჭოთა ჯარის. მიუხედავად იმისა, რომ მათ განაკაწრიც არ ქონიათ ალბათ, იმიტომ რომ ის ქვეყანა, რომელსაც იცავდნენ დაენგრათ ეგ ქვეყანა და ეგ იყო რაღაც დაიწყო ახალი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ გავიდა სულ ცოტა ხანი და 91-12 წლების სამოქალაქო ომი უკვე იგივე რუსთაველის პროსპექტზე ოღონდ უკვე ქართველებმა ვესროლეთ ერთმანეთს. და რუსთაველის პროსპექტი გახდა რაღაცნაირი ორგანო, რომელსაც შეძლო პრეზიდენტების გაცილება, სხვა ახალი ხელისუფლების მოყვანა და ასე შემდეგ და მანდ იყო 20 მიტინგები. იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიტინგებიც და იყო საოკეანო რყევის ასე თუ შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ პირველ პრეზიდენტს არ დასცალდა თავისი ვადის ბოლომდე მიყვანა და ეს ხდება რუსთაველის პროსპექტზე 2003 წლის ნოემბრამდე არის სხვა სახის მიტინგები, მაგრამ 2003 წელს უკვე ასევე ხდება საოკეანო რყევის მიტინგი და რუსთაველის პროსპექტი აცილებს მეორე პრეზიდენტს, რომელსაც ასევე არ დასცალდა თავისი ვადა საპრეზიდენტო მieყვანა და შემდეგი იყო უკვე 2007 წლის ნოემბერში აი უზარმაზარი მიტინგის შემდეგ, როდესაც უკვე ჩვენი ჯარისკაცები ჩაერიან ამაში, სპეცრაზმელები ჩაერივნენ ამ საქმეში და ფაქტიურად მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებელი საქართველოსი რუსთაველის პროსპექტიდან, ესე იგი, ოღონდ თვითონ იმ განსხვავებით, რომ თვითონ დანიშნა ახალი არჩევნები და ფაქტიურად გაიმარჯვა თვითონ და მოვიდა უკან და ასე რომ რუსთაველის პროსპექტს დაებედა ეგ და დღეს რო ახლა ბრძანეთ მართლაც თითქოს ესეთი ყინვა, სიცივე, თითქოს შაბათი დღე, მაგრამ ჩვენ რუსთაველზე მაინც რაღაც ხდება, მადლობა ამჯერად მონაწილეებზე, აქციის მონაწილეებზე გაცილებით მეტი იყვნენ პოლიციელები და
შეუსაბამო რაოდენობა იყო, მაგრამ ნუ ამჯერად მხოლოდ ჯარიმით შემოიფარა, რაც ვიცით. რაც არ არის ცუდი, იმიტომ რომ შეიძლება 3 თვითაც კი აღმოჩენილიყვნენ, ასე ვთქვათ, ციხეებში. თქვენ ახსენეთ ის მოვლენები, რომელთა მონაწილეები მეც ვიყავი, ყოველ შემთხვევაში ჩვენს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. მართალი ხართ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევას ბევრი იგივე ამერიკელებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ხო, მე ირკვეოდა, რომ თითქოს ანგრევდნენ ამ სისტემას და მათთვისაც კი მოულოდნელად ჩამოიშალა. თუმცა ის მოლოდინი იყო, რომ აი ოღონდ ახლა ეს სისტემა დაინგრეს, ოღონდ ესენი წავიდნენ და ჩვენ ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ, სრულად არაჩვეულებრის წარმატებულს მე მახსოვს როდესაც ეს პერესტროიკის პერიოდი იყო და პირველი რაღაც მოსაზრებები გაისმოდა ხან შვეიცარიის აშენება უნდა რეალურად ვერ ავაშენეთ ხომ არ გამოდის ჯერ და ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით არ ვიცი რამდენად ამეთანხმებით არის ის რომ თავად საზოგადოება აღმოჩნდა იმდენად დაყოფილი სხვადასხვა ნიშნით ხელისუფლებებისადმი თავისი ერთგულებიდან ოპოზიციაში დგომით რომ ამან მოიტანა ალბათ ბევრი ის პრობლემა რომლის წინაშეც ჩვენ აღმოჩნდით. აი რატომ ხდება რომ ის მიმტევრებებლობა ხელისუფლების მხრიდან თუნდაც შეცდომების აღიარება პატიება თქვენს გამოსვლაში ქართული ოცნების პრეზენტაციაზე თქვით რომ მიმტევრებლობა და პატიება უნდა ვისწავლოთ. ამ დროს თავს ვიწონებთ რომ ტოლერანტულები ვართ და მაცა ეს თბილისში არის ადგილი სადაც ამდენი სალოცავი სხვადასხვა რელიგიო იქნებ შევიცვალეთ და დავკარგეთ ის კარგი თვისებები რითიც თავი მოგწონთ. აღარა ვართ მიმტევრებლები, პატიების უნარი დავკარგეთ, ჩვენგან განსხვავებულებს ვერ ვიტანთ, არ გვინდა ეს ადამიანი ჩვენს რა დაგვემართა რა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რომ არაჩვეულებრივად ძალიან აგრესიულები გავხდით რეალურად ხო? ხო, ეგ არის ჩემოთამონა რომ საკითხავია ეგ არის ძალიან რთული ის არის პერიოდი რომელსაც ჩვენ გავდივართ და ეს 25 წელი მართლა აი ესე გიტარის დაწჭიმული სიმებივით ავართ აი მთელი ქვეყანა ასეა დაძაბული წლებია და ნომერ 1 პროსპექტზე ხდება ბევრი რამ ხო აი მიმტევებლები აი მოლოდინი ჩვენი არის ყოველთვის აი ესეთი რომ აი რაღაც ძალა თუ გამოჩნდა მან უნდა გაიმარჯვოს ან მეორე საერთოდ უნდა დამარცხდეს და ასე შემდეგ ანუ მე ასე ვფიქრობ რომ ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ რაღაც სივრცის აგება ანუ სივრცის რომელიც იქნება შემეცნებითი რომელიც იქნება ჩვენი შიდა დიალოგის და არა მარტო დიალოგი და საუბრისთვის არამედ სივრცე სადაც ჩვენ უკვე ერთობლივ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ანუ თუ გავიმარჯვებთ ერთად ნუ მტრისას თუ დავმარცხდებით ჩვენ ერთად დავმარცხდებით და ერთად ვიქნებით ყოველი პრეზიდენტის აი დასაწყის პერიოდი და ქონდა თავის უზარმაზარი სინათლე გახსოვთ ალბათ აი გამსახურდია პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობის დაწყებისას იყო რაღაც მთლიანობა, ერთიანობა ერის და უზარმაზარი იმედი და თქვენ ახლა კარგად გაგახსენდათ და დროულად რომ იყო რაღაც აი ილუზიებიც არ მინდა შევარხ რაღაც იყო ესეთი ნატურა რომ ენერგია მოდიოდა უზარმაზარი რაღაც იმედი ეს საბჭოთა კავშირი ეგ საშინელებად არჩა უკან და ჩვენ გავაკეთებთ რა ჩვენ იყო ესეთი ლოზუნგები რომ შვეიცარიაზე უკეთესადაც ვიცხოვრებთ იმიტომ რომ შვეიცარიელებს არ აქვთ ბორჯომი ჩვენ გავყიდით ბორჯომს მანდარინს გავყიდით ჩაი წყაროწყლები ჩვენი ყველა ჯობია მსოფლიოში ხო ნუ ღვინოს ხო თავისთავად და ჩვენ ვიცხოვრებთ უზრუნველად მაგრამ ამას უნდა ნუ დაგეგმარება ამას რაღაც სხვა მიდგომა იყო საჭირო შემდეგ დრო რო გავიდა აღმოჩნდა რომ ეს შვეიცარია გშორდებოდა შვეიცარია ფიგურირებდა ხშირად ჩვენს ცხოვრებაში ეს მასმედიიდან ეს იყო ტელეგადაცემებით რომ ხშირად იყო რაღაცნაირად ქვეყანა მასზე უკეთეს ქვეყანა ჩვენ არ გვყავდა და ეხლა რო დავდივარ ხშირად სტუმრად და ჩემთანაც რომ მოდიან ხა ჩემი შვეიცარია მეც მაქვს ჩემს ბინაში გვაქვს შვეიცარია ანუ გაწკრიალებული, გაფრიალებული, რაღაც კარგად ცხოვრობთ, მაგრამ აი როცა ფანჯარას გამოვაღებდა, თუნდაც სიგარეტის ნავთს, გადავაგდებთ ფანჯრიდან, ან ქაღალდის ნაგლეჯს. ხო და ნუ გავხედავთ ესე იგი ქალაქს, მართლაც გარეთ შვეიცარია არ გვინდა, ანუ ქვეყანაში ვერ ავაშენეთ შვეიცარია, ანუ რაღაცნაირად არ გვინდა თითქოს შვეიცარია გქონდეს ქვეყანაში.
მეორე პრეზიდენტის დროს იყო კიდევ იმედები, შეიძლება ყველასი არა, მაგრამ უმრავლესობის იმედი, რომ ჩვენ სოფლიო გვიცნობს, ჩვენს პირველ კაცს, პირველ ლიდერს იცნობენ ცნობილი პოლიტიკოსები და აი ამ კაცმა იცის როგორ მართოს ქვეყანა და აი ეხლა იქნება ყველაფერი კარგად. ესე იგი არ იყო ყველაფერი ისე, რომ დათქმული ვიყავით მთელი ეს წლების განმავლობაში და აი მესამე პრეზიდენტის დროს ეხლა მოხდა შესანიშნავი რეფორმები, თურმე ყოფილა საშუალება იმისა, რომ შუქიც მიეცა ხალხს, გზებიც გააკეთდა, პოლიციაც სხვა გახდა და ძალიან ბევრი რამ გააკეთდა. მაგრამ შემდეგ აი ეს დინამიკა დაიკარგა. დინამიკა დაიკარგა სამივე შემთხვევაში. და კიდევ ვაბრალებ, ჩემ თავიდან დავიწყებით, რომ მე ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, არა? აი როგორც ჩერჩილს აქვს ესეთი გამოთქმა არა ესეთი ფრაზა აქვს, დაახლოებით გავიმეორებ, რომ როდესაც უბედურება ხდება და ზვავი მოგორავს, ანგრევს ყველაფერს, უპავს ხალხს, მაშინ მას აქვს უამრავი რაოდენობით ის პატარა ფიფქებისაგან შედგება ეს ზვავი რაღაცა. Google არის ახალი სიტყვა, ხო? ეს ყოფილა რაღაც უზარმაზარი ციფრი, რაღაც Google უზარმაზარი, ესე იგი არც ერთი ფიფქი თავის თავს არ აბრალებს იმას, რომ თქვათ მეც ვარ დამნაშავე, იმაში რომ დავანგრიე და ვიღაც დავღუპე, ხო? აი მეც დამნაშავე ვარ, ასე მიმაჩნია, იმიტომ რომ იმ პერიოდში ვერ თქვი ჩემი სიტყვა თავის დროზე, ვერ მოახერხე რაღაც ისეთი გამეკეთებინა. რაღაც ახლა აქტიური ყოფილიყავი და ასე შემდეგ. ვერავაგე, აგური ვერ მოვიტანე. იმ სივრცის ასაგებად, სადაც ჩვენ ქართველები დავსხდებით და ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა თქვათ, ძირთად ორად ვიყოფით. ყოველთვის კი არის მრავალი პარტია, არის სხვადასხვა ხედვა, მაგრამ აი თქვა განსაკუთრებით არჩევნები როცა მოდის, ვიყოფით ჩვენ ორად და გვაქვს ორი საქართველო. დიახ. არ გვაქვს ერთი საქართველო. ხო და აი თუ არ გავაკეთეთ, აი ამ ჩვენი აი ამ დიალოგით, აი შემეცნებითი სივრცე თუ რაც გააკეთა სხვამ იმ ქვეყნებმა, საითკენაც მივდივარ ჩვენ ის ევროპული ღირებულებები რა არის? მეტი არც არაფერი. არის მთავარი ეგ. დიახ. ბატონგურამ, თქვენი აზრით, პოლიტიკოსები რამდენად ზემოქმედებენ თავისი განცხადებებით, რიტორიკით, გამოთქმებით საზოგადოებაზე, იმიტომ რომ თქვენ გძანთ რომ ორად ვიყოფით ხოლმე, როგორც წესი, ჩვენი ხელისუფლება ყოველ შემთხვევაში რაც ბოლო 20 წელი ყოლია, ძალიან რადიკალურია ხოლმე, ანუ რაღაცა ჩემიანები, რაღაცა სპეციალური კი არის სულ ერთიანობაზე და პატიებაზე დღეც იყო, მე მგონი შევარდნაძის პერიოდში ხო პატიების დღე გამოცხადდა და შერიგების დღე იყო, მაგრამ ნუ როგორც ჩანს ერთია როცა სურვილი გაქვს რომ რაღაცა ფორმალურად მოხდეს, მაგრამ თუ შენ თვითონ არა გაქვს შინაგანად სურვილი ვიღაც რაღაცა აპატიო, არ გამოდის ხოლმე ასეთი რაღაცა. ანუ ჩემი კითხვა ზუსტად ასეა, ხელისუფლების რადიკალიზმი გადადის საზოგადოებაზე, ანუ მათი ბრალია ტემპერატურას ისინი აძლევენ ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს ქმედებებს თუ პირიქით საზოგადოებიდან გრძნობენ რადიკალიზმს და ცდილობენ საზოგადოებას მოაწონონ თავი და იყვნენ ისეთი როგორც საზოგადოება. ძალიან რთული კითხვა მე ვიცი, მაგრამ მოდით რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ ამაზე. რეკლამაა ჩვენს ეთერში. ჩვენ დააბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, ბატონი გურა მოდიშარია დღეს ჩემი სტუმარი. ბატონ გურამ, მოკლედ რამდენად მეთანხმებით, ან ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ გარკვეულწილად პოლიტიკოსთა ქცევა, პოლიტიკოსთა ლექსიკონი, მათი განცხადებები გარკვეულწილად ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებაზე და ის ემსგავსება საკუთარ ხელისუფლებას, ანუ დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში იმავე სიტყვებს იყენებს, ისეთივე რისკიანი ხდება, ან ისეთივე ხისტი ხდება, იმიტომ რომ მე ასე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში პერიოდულად, რომ ვთქვათ, პირველი პირის ლექსიკა ჩამოდის და ყველა ასე იწყებს ლაპარაკს, დიქციაც კი თითქოს ერთნაირი უხდებათ. მოქმედებს ასე მართლაც ეს პოლიტიკოსები ასე ზემოქმედებას ახდენენ ჩვენს საზოგადოებაზე? რა თქმა უნდა, ხელისუფლება ეს უპირველესი, ეს არის პირადი მაგალითი მისი. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ იმაზე, რომ აი მონანიებასთან დაკავშირებით, რომ აი ქრისტიანული
რელიგია ქრისტიანობა საერთოდ განსაკუთრებით გამოირჩევა და მასში ხაზგასმული არის ყოველთვის მონანიება, სინანული, თანაგრძნობა, ну, სიყვარული ეს ყველა რელიგიას აქვს და საერთოდ ყველა რელიგიას აქვს თავისი მომხიბვლელი მხარეები, თქვათ, იგივე მუსულმანურ რელიგიას აქვს მომხიბვლელი ის, რომ იქ ძლიერია ერთიანობის განცდა, იუდაიზმში არის გაფანტული რაღაც თვალმარგალიტებით, ხო? აი ეს სიბრძნე რაღაც ძალიან დიდი, ну, ბუდიზმ თავისი, პროტესტანტები, თქვათ, ну, არ უნდა ყავდეს კერპი, ყოველთვის განახლებისკენ და შემდეგ. ჩვენს რელიგიაში კი ეს არის. იმიტომ რომ თვითონ ქრისტე იყო მაგალითი ამისა. მე ვეკითხები ხოლმე, როცა შეხვედრები მაქვს მკითხველებთან, ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან შეხვედრა და ვეკითხები, სახარება წაკითხული აქვს თუ არა, ბიბლია აქვს თუ არა წაკითხული და სამწუხაროდ ხშირად მეუბნებიან, რომ ჩვენ მორწმუნეები ვართ, მაგრამ ხო არ წაგვიკითხავთ ეგა და არ წაგვიკითხავს და ეხლა მთელი სახარება იესო ქრისტეს წინასწარ იცის მან რომ უნდა ჯვარს აცვან, წინასწარ იცის რომ მამასთან ზეციურ სასუფეველში უნდა ავიდეს, მაგრამ ეს არ ხდება, ის მთელი ეს ასე ვთქვათ ბიბლიური სიუჟეტი იესო ქრისტე როგორც ადამიანი განიცდის ყველაფერს და გახსოვთ როდესაც ჯვარს გააკრეს, მან ესეთი საყვედურის მსგავსიც აკადრა მამას, რომ უთხრა რომ ელოე ელოე ლამა საბაქტანი, რატომ მიმატოვე მამა? იმიტომ რომ ეს ადამიანური, არადამიანური, სწორედ ტანჯვა იყო. ეგ ყველაფერი და ხოლო მანამდე სანამ უკვე მას გააკრავდნენ ჯვარს, იჭერენ გეთმისამის ბაღში თავის მოწაფეებთან ერთად. ოღონდ ის ეუბნება რომაელ ჯარისკაცებს და მღვდელსახურებს, რომ ისინი არ დაიჭიროთ. აი მე აქა ვარ. ისინი არაფერს შუაში არ არიან და უჯერებენ მას და მათ არ იჭერენ და მობრუნდება და მიმართავს მამას, რომ დიდი მადლობა, რომ მომეცი ძალა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვინც შენ მანდე მე არავინ არ გამიწირავს და ისე მოვდივარ შენთან. თავისთავად ეს უზარმაზარი მაგალითია. ჩვენ ერთმანეთს ჩაგვაბარა ღმერთმა და ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვაროთ. არა და პირველი მაგალითი ყოველთვის არის პირველი კაცი ყოველთვის არის ხელისუფლება ამის მაგალითი. მე ვიხსენებ ახლა გვარი არ მინდა შემეშალოს, აი პოსტკომუნისტური პერიოდის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთმა ბოდიში უთხრა ებრაელებს. პოლონეთში ისე როგორც ბევრგან სხვაგან, შეიძლება არ თუ ისე ბევრგან, მაგრამ იყო ებრაელთა დევნა, იყო ეგ დევნა. მაგრამ არის ნაწილი პოლონელების, რომლებიც არ აღიარებენ ამას, რომ არ იყო ეგ დევნა და მე არ მინახავს და ეგ არის ძალიან გამოგონილი ამბავი. მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ იყო ეგ დევნა და ბოდიში ეუბნებოდნენ ებრაელებს და მე არ მახსოვს ეხ ისრაელში ჩავიდა თუ თვითონ პოლონეთში მოხდა, რომ მან ბოდიში უთხრა იმ ებრაელების სახელით, რომლებსაც მიაჩნიათ, იმ პოლონელების სახელით, რომელსაც მიაჩნიათ, რომ დამნაშავენი არიან ებრაელების წინაშე. აი მათი სახელით პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა, ის ხო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. და თვითონ ამისთანა ფაქტებით მთელი ისტორია არის, ხოლმე ისტორიკოსი. აი ბანურ მე მინდა გავიხსენო და ჩვენთან რატომღაც ითვლება, რომ ბოდიშის მოხდა სისუსტის ნიშანია. ანუ რაც უფრო არ აღიარებ და რაც უფრო ვთქვათ იძახი რომ არა ეს კი მოხდა, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო, მაგრამ რეალურად ყველაფერი კარგად მიდის. შენ ძლიერი ხარ თუ არ აღიარებ რომ რაღაცა შეგეშალა. სხვა შორის რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი ობამა გამოდიოდა სენატში თუ არ ვცდები, სადაც მან თქვა რომ ის ყოველ დღე, ყოველ წუთს შესაძლებელია შეცდომებს უშვებს, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანს არაფერი არ ეშლებოდეს. მაგრამ ამის გამო მე არ ვიცი ხა ობამას რეიტინგი მე მგონი არ დაეცემა, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი ღირსება ადამიანის, ხო რომ აღიაროს რომ რაღაცა არ იცი და რაღაცა შეგეშალა. ანუ ეს არ არის სიძლიერე, ხო, როცა იძახი რომ ყველაფერში ვიღაცა სხვა არის დამნაშავე, ვიღაცა არ ვიცი მე ცუდი ხალხი, რომლებმაც არ იციან რომ მე ნათელი მომავლისკენ მიმყავს ქვეყანა და ესენი მე ხელს მიშლიან, ესენი რეტროგრადები არიან, თორე მე არაფერი არ მეშლება, იმათ ეშლება სხვანაირად ხედავენ. ეს ადამიანის თვისებაა ასეთი, რომ რამე მოხდება საერთოდ უმრავლესობის ყოველ შემთხვევაში, რომ მეზობელია დამნაშავე, ვიღაც ქუჩაში გამვლელი, ვიღაც კიდევ სხვა ამხანაგი, ოღონდ თავად არა. და ეხლა რადგან პრეზიდენტი გაიხსენეთ ამერიკის
პრეზიდენტი გაიხსენეთ, ამის მაგალითები ბევრი არის, იგივე, ჩვენ იმ დემოკრატიულ გზას ვადგავართ, რომელიც ერთ-ერთი მაგალითი ჩვენთვის ეს ამერიკული დემოკრატია, ევროპული ღირებულებებია. ხო და ისიც კიდევ უცებ არ მოსულა მან რა თქმა უნდა, ნელ-ნელა დგინდებოდა ეგ ყველაფერი და მათ ბევრ პრეზიდენტს გაუკეთებია მსგავსი რამ. აი მიყვარს ხოლმე განმეორება ლინკოლნის მაგალითის, რომელიც იბარებდა თავის მოწინააღმდეგეს, ხდებოდნენ, საუბრობდნენ და მე ამბობდა, რომ მე ვანადგურებ მტრებს, იმიტომ რომ ისინი ჩემი მეგობრები ხდებიან, ხო, როცა ჩვენი საუბარი მთავრდება, ისინი მეგობრები არიან, მტრობა, ესე იგი, ქრება ასე. უზარმაზარი მაგალითად იგივე ჯორჯ ვაშინგტონის პირველი პრეზიდენტის, რომელმაც შექმნა და რომელიც იყო ხელმძღვანელი საზოგადოება, ასეთი ცინცინატის საზოგადოება. მე ქალაქსაც შეერქვა ცინცინატი ამერიკაში. ცინცინატი ეს იყო, თუ არ ვცდები, მე-5 საუკუნეში ჩვენ წელთა აღრიცხვამდე რომაელი ლიდერი, მეთაური, დიქტატორი, რომელსაც ძალიან უყვარდა მიწა ეხნა და ის სოფლის მეურნეობა, ასე ვთქვათ, ხო და უყვარდა სოფელი ჩაიცვამდა უბრალოდ ჯვალოს ტანსაცმელს, თოკით გადაიჭერდა ამას ყველაფერს და ხარებთან ხნავდა, და თავისთავად ხარებთან გუთანს მიყვებოდა, უყვარდა მიწის სუნი ახალი მოხნული და ის რო შრიალით რომ ესე იგი ეს პროცესი მიმდინარეობს და როგორც კი დაამთავრა თავისი ვადა, ის სიხარული წავიდა სოფელში, მაგრამ რომს გაუჭირდა და ისე თხოვე ცინცინატის რომ გვიშველე, დაგვეხმარე, რაღაცა ერთი ბრძოლა მოიგო, იყო რაღაც აჯანყება და შემდეგ უთხრა რომ მეტი მე არ შემიძლია, მე უნდა წავიდე ისევ ჩემ სოფელში. ვაშინგტონი აკეთებდა პოპულარიზაციას ცინცინატის, რომ აი არის დათქმული დრო, მიდის და რას ნიშნავდა ცინცინატი მისთვის, იმიტომ რომ მან უკვე თავისი მაგალითით, აი რა და მაგალითებზე არის საუბარი, გაიმეორა ის რა საზოგადოების თავმჯდომარეც იყო, როდესაც უკვე მეორე ვადა მისი დამთავრდა პრეზიდენტობის, მაშინ მან თქვა, მას შესთავაზეს, რომ ძალიან უყვარხართ პრეზიდენტო ხალხს და ჩვენ შევცვლით კანონს და მესამე ვადაზე, ესე იგი, ვადით იქნებით პრეზიდენტი. მან თქვა მაშინ, რომ მეფე ხო არა ვარ, არ შეიძლება, ახლა მე რო ის დავარღვიო. 1-2 წლის შემდეგ, 9 წლის შემდეგაც ყავ ჩვენი მოწინააღმდეგეები, იქნება გაუთავებელი აჯანყებები, გამოსვლები, ქვეყანას ვერ ავაწყობთ ისე, როგორც უნდა, როგორც ჩვენ გვინდა. ხო და მართლაც რომ აი ეს ძვირფასი თვისებები რომ არ განავითარებინა, ამას ეყრდნობა მთელი ეს ქვეყანა, რასაც ჩვენ ახლა შევნატრით. და ამერიკაც ის ამერიკა არ იქნებოდა. ხო და იგივე თომას ჯეფერსონს რომ არ ეთქვა, რომ დაახლოებით ესეთი რამ თქვა მან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე არვე თანხმები შეიძლება თქვენაც, მაგრამ სიცოცხლესაც კი გავწირავ იმისათვის, რომ ეს აზრი ყველასათვის იყოს გასაგები, რომ ყველამ გაიგონოს ეს, რომ ადამიანს აქვს ერთი ცხოვრება და აქვს იმის უფლება, რომ თავის განსხვავებული აზრი თქვას. ეს იყო რაღაც ისეთი სიტყვები, რომელმაც ვექტორი შეცვალა ძალიან, ან გაამყარა კიდევ ეს ვექტორი და კიდევ მეორე არ იქნებოდა ამერიკა ის ქვეყანა, რომ ესე იგი სხვანაირად მოქცეულიყვნენ. ჩვენი მაგალითი გვაქვს კიდევ უამრავი, გახსოვთ შედევრი გალობანის სინანულისანი, ხო, დავით აღმაშენებლის, სადაც ბოდიშეუბნება ყველას, იქ განსაკუთრებით ქვრივებს, ობლებს, იმიტომ რომ ბევრი დაობლა მისი მეფობის დროს, დაჭირდა საქართველოს ბრძოლები, ომები, ეუბნება ბოდიშს იმ ხალხებსაც, ვინც დაიპყრო, ამბობს, რომ მე ვინც დავიპყარი, მეგონა რომ გიპყრობდით მე თქვენ. თურმე თქვენ მიპყრობდით მე. და ეს საინტერესოა სხვა შორის, მე ფინალში დაახლოებით ბოლოს ის ამბობს ესეთ რამეს, რომ მაგრამ იესო, როდესაც სხვა შეუდგებიან სპანი და როდესაც სკიპტრას სხვას გადაეცემა, მაშინ შემიბრალე მე. და ეგ უკვე ის მარადი თემა არის იმ ხელისუფლების პიროვნების, რომელიც დაძლიეს აი ამ ადამიანებმა და ჩვენთვის ესეთ მაგალითი თანამედროვე ეს მაინც ვაცლავ ჰაველის მაგალითია. აი ვაცლავ ზაქ ასეთი სიტყვები ჰაველს, რომ მე მაგ შიში მხოლოდ იმის ჩემი სინდისის, რომ ხვალ ზეგ მე ჩემ სინდის რა უთხრა ერთ-ერთზე რჩებით, საუბრობთ და აი ამის შიში მაქვს ყველაზე დიდი და მათ მოახერხეს ისე რომ მართლა ვაცლავ ჰაველმა მოახერხა ისე რომ აი დიდად შეუწყო ხელი იმ სივრცის აგებას, სადაც მოწინააღმდეგებს ხდებოდა იდეოლოგიურ მოწინააღმდეგებს და სადაც მასთან ერთად გამოქონდა ესე იგი აზრი. გახსოვთ ერთ-ერთი წერილი აქვს მაგ შესანიშნავი სიძულვილზე აქვს ეგ წერილი. სიძულვილის წინააღმდეგა ფაქტობრივად და მოაქვს ესეთი მაგალითი. ეს არის ინდიელთა მითია, ასეთი ორთავიანი ფრინველის, რომ რა გვიშლიდა ჩვენ ხელს, ამ ასრს განავწობს ჰაველი და მე ამბობს, რომ აი ორთავიანი ფრინველი, რომელსაც ორი თავი აქვს,
ერშვენიერ დღეს ამ ფრინველმა ამ თავებმა შეიძულეს ერთმანეთი და ერთმანეთის ჯიბზე დაიწყეს ქვების ყლაპვა. ერთმანეთის ჯიბზე აკეთებდნენ ამას და ფრინველს სტომაქი ერთი ჰქონდა. ვერ მოინელა ეს მოძულე თავების ნაყლაპი ქვები და დაიღუპა ეგ ფრინველი და აი ამისთანა გზით, ამისთანა ღირებულებების გაძლიერებით, პოპულარიზაციით ამ ქვეყნებმა, ძალიან ბევრი ასეთი ქვეყანა შეიძლება არ იყოს, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრი, როცა ჩვენ შევნატრით და ჩვენ მივდივართ მართლა იქით, თავისი ადგილი მოიპოვეს იმ ცივილიზებულ სამყაროში და დღეს თუ რაღაც სხვა პრობლემები აქვთ, ნეტავი ის პრობლემები ყველაზე ჩვენა გქონდეს და ჩვენ ისე მივიდეთ ლამაზად იმ ადგილამდე. მე ოპტიმისტი ვარ და მგონია რომ მივართ. მე ვიცი რომ თქვენ ოპტიმისტი ხართ და ვიცი ისიც რომ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ აფხაზეთში ყველანი დაბრუნდებით, ანუ ეს არ არის რომ თქვენ ისეც მე მგონი ხშირად გიწევთ ხოლმე და ასე თქვენ მარტო თქვენს დაბრუნებაზე არ არის ქართველები დაუბრუნდებით აფხაზეთში, მაგრამ მოდით კლავ რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე. ჩვენ დაბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, ბატონი გურამ ოდიშარია დღეს ჩემი სტუმარი. ბატონ გურამ, აფხაზეთის კონფლიქტი. მიხეილ სააკაშვილის ახალწლო გამოსვლას თუ არ ჩავთვლით, საწმან ისე ვერთხელ თქვა რომ აი ჩვენ დაბრუნდებით. გარკვეულწილად ხელისუფლება ნაკლებად ლაპარაკობს ამ კონფლიქტის მოგვარებაზე, როდის მოგვარდება და ასე შემდეგ. ბევრს დევნილსაც მე მგონი ცოტა იმედები გაცრუებული აქვს და ბევრი თვლის რომ აი დაიკარგა და ჩვენ იქ ვეღარ დაბრუნდებით. თქვენი რა გაძლევთ იმის ოპტიმიზმს სათქმელად რომ ეს კონფლიქტი მოგვარდება ადრე თუ გვიან და ყველანი ერთად გაანეს რომ აი მე დავბრუნდები, მაგრამ ყველანი ერთად დავბრუნდებით. ისაც გვინდა რომ დავბრუნდეთ, იმიტომ შეიძლება ყველას არც უნდაოდეს ხო უკან დაბრუნება. ამდენი წელი გავიდა და ვიღაცა შეიძლება უკვე დასახლდა ისე რომ აქ თვლის თავის სახლს და არა სოხუმში ან გაგრაში ან გულრიფში სადმე. ვისაც უნდა დაბრუნება, გონია თუ ყველა დაბრუნდება? საერთოდ როგორ ეხლა ვინც დაიბადა იქა და ვისაც საფლაო სახლი თავისთავად მე ვხდები ხშირად ამ ხალხს, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. ხო და მე როცა წერდი წიგნს სოხუმში დაბრუნება, ეგ იყო 93 წელს დავიწყე ფაქტიურად უღელტეხილზე ვამბობდი რომ თუ გადავრჩი ახლა ამ უღელტეხილს უნდა დავწერო რა და როგორ ხდება გარშემო და მე ნელ-ნელა მიუმატე რაღაცეები და გამოვიდა ეგ წიგნი და ესე იგი სათაური არ მქონდა მოფიქრებული რა შევარქვა უკვე ფაქტიურად აწყობილია დაკაბადონებულია სტამბაშია წიგნი და ერთი სოხუმელი კაცი ხანშესული შემხვდა და მეუბნება ახლა რომ მე არც მithქვამს რომ იქ წიგნზე ვიყავი გასული და მეუბნება რომ იციო მე არ მეძინაო მთელი 2 წელი სოხუმი რომ დავკარგეთ მერე და როგორ აქავარ ხო და ერთ რაღაცას მივაგენიო რომ აი ძილის წინ ვიწყებ ფიქრს აი გამოვდივარ ჩამბას ქუჩიდან გადავდივარ ფრუნზეს ქუჩა მიდის ზღვისკენ ეგ ქუჩა ამერიკა არის ყავახანაში ხედავ მეგობრებს გულშემატკივრების შეკრების ადგილი ბრეხალოვკა ეგრეთ წოდებული ერთს ვესალმები მეორეს იქ ჯუღულია იქ კიდევ ტორპედო თქვა და ტორპედოს გულშემატკივარი პირდაპირ ტორპედო იყო სპარტაკი პირდაპირ არარატი და ასე შემდეგ და ეს ნეხმურებოდნენ ერთმანეთს და მრავალეროვნული ქალაქია სოხუმი იყო ყოველ შემთხვევაში ხო და შემდეგ გავდივარ ამრაზე იქიდან გადავხედავ ზღვას, იქიდე ვიღაცებს ხედავ, შამპანურს ვამთ, რაღაც ის. ხო და ვიძინებ შესანიშნავად. ხო და მე ვიფიქრე, აი, სათაური, სოხუმში დაბრუნება, ანუ ეგ არის, აი ესე მისი დაბრუნება, ასე იმ ადამიანის დაბრუნება, ასე და ამ წიგნში ესე იგი სხვაი ჩავდე, რომ ეხლა ჩვენ სოხუმში დაბრუნდებით თვითმფრინავით, გემით, მანქანით და ასე შემდეგ და ეს იყო რა თქმა ის ტრაგედიაც იმ ადამიანის, ის ტკივილიც იმ ადამიანის და ის გულწრფელობა, იმიტომ რომ ისე ბრუნდება იქ სოხუმში და მაშინ მახსოვს იყო ესეთი პათეტიკა, რომ აი თქვენ ცოტა მოითმინეთ, ეხლა ჩვენ ახალ წელს შამპანურებს გავხსნით გაგრაში ან სოხუმში შევხვდებით ამას და ასე შემდეგ და იყო ეს
ცრუ და ყალბის შეპირებები, რომელიც არ ეყრდნობოდა ფაქტიურად არაფერს, მაგრამ თუმცა მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ ძალიან ბევრი შანსი იქნა გაშვებული მაშინ, ძალიან ბევრი შანსი ამ მოლაპარაკების სივრცეში. ახლა მე 15 წელზე მეტი ამ სახალხო დიპლომატიის ეგიდით დავდივარ და ხვდები და იქ სხვა არის სახალხო დიპლომატია, გადაწყვეტილების მიღები ხალხის გადაწყვეტილება კიდევ სხვა არის, მაგრამ რაც შეუძლია სახალხო დიპლომატიას რაღაც ეტაპზე ის არ შეუძლია დღეს პოლიტიკოს, იმიტომ რომ დიალოგი არ აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამიტომ მე კარგად ვიცი იქაური ტკივილიც აქაური ტკივილიც უკვე მოვიდა ის დრო, როდესაც უკვე ის დაჭრილი კაცი ფიქრობს რომ მე ხო მოვიშუშე ჭრილობები, მაგრამ იქ რა ხდება? არის უამრავი კავშირი ერთმანეთთან. ქართველები და აფხაზები ვერ გაიქცევიან ერთმანეთს. იმიტომ რომ გენეტიკური მახსოვრობაც არის, აქ ნათესაობაც არის და ბევრი რამ, ძალიან ბევრი რამ. მაგრამ ახლა მე პოლიტიკური თვალსაზრისით მე ახლა არ ვიცი, არც ერთი კონცეფცია, შესანიშნავი კონცეფციები დაიწერა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ იმუშავა, ამიტომ რომ ეს კონცეფციები უნდა იყოს მაგიდასთან განხილული. ამ მაგიდის ერთ მხარეზე ქართველები უნდა დასცნენ, მეორე მხარეს უნდა დასცნენ აფხაზები და აი ერთობლივად ვიფიქროთ და შევაჯამოთ რა, როგორ რანაირად შეგდა. ეს არ მოხდა არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული ალბათ არის ეს კონცეფცია დაწერილი. ვერ მივედით მაგიდას. ბატონო, აი თქვენ ბრძანეთ, რომ პრინციპში რაღაცა ჭრილობები ნელ-ნელა შუშტება. მე მახსოვს სადღაც 93-ში, 94-ში, 15-შიც კი, როდესაც თქვათ იქნებოდა ეს სახალხო დიპლომატია, თუ თქვათ მაღალ დონეზე შეხვედრები პოლიტიკოსთა შორის, იყო ეს მოსაზრება, რომ ნუ იმდენად ბევრი სისხლი დაიღარა და იმდენად ცოტა დრო არის გასული კონფლიქტიდან, რომ რაღაცა პერიოდმა უნდა გაიაროს, რომ ტკივილი გაყუჩდეს და შესაძლებელი იყოს თქვათ ნელ-ნელა ლაპარაკის დაწყება, მაგრამ ეხლა უკვე იმდენი წელი გავიდა. აი ხომ არ მივიღეთ რაღაცა მეორე უკიდურესობა, როდესაც გადაჩვევა, გაუცხოება, როდესაც ახალი თაობა გაიზარდა აქეთკენაც და იქითკენაც, რომელსაც ერთად ყოფნა აღარ ახსოვს. ანუ მისთვის ეს არის ახლა როგორც ჩემთვის ვიღაცა, რომელიც თვალით არ მინახავს, რომელიღაცა ქვეყნის წარმომადგენელი, ვისთანაც ერთად არ გამიცინია რაღაცაზე, არ მტკენია ერთად, ანუ ძალიან ხო არ გაუცხოვდით ამ დროის განმავლობაში ქართველები და აფხაზები ერთმანეთსგან. აი დროს აქვს თავისი პლუსიც ის, რომ დრო მკურნალია ვამბობთ და არის რაღაც პერიოდი გადის და შემდეგ ისე არ გტკივა და ისეთ არახარ გაგულისებული, გულნატკენი და სხვანაირად ფიქრობ, მოკლედ სხვანაირი ხდები, მაგრამ მეორე მხრივ კიდევ არის ესეთი რამ ხდება, რომ გაუცხოებაც მიმდინარეობს. მაგრამ აქ კიდევ ერთი რაღაც ესეთი რამ ხდება, როდესაც ახალგაზრდებს ხვდები ხოლმე აფხაზ ბავშვებს, მათ ძალიან დიდი ინტერესი აქვთ თავისიანთ თანატოლებს შეხვდნენ, როგორ ცხოვრობენ ესენი, გაიგონ ძალიან ბევრი რამ. ეხლა მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, ასე ვთქვათ, იქ სკოლას იქ დავამთავრე, ინსტიტუტის და ცხოვრების გარკვეული ნაწილი, არა, სანამ ეს ყველაფერი არ შეიცვალა. და მაშინ იყო გეუბნებოდნენ ჩვენ რომ აი მარქსიზმ, ლენინიზმი არის ყველა საუკეთესო მოძღვრება, ეს იდეოლოგიური და ეს ამერიკა არის საზღარი ქვეყანა, ან პრეზიდენტები როგორი ყავთ და ასე შემდეგ, რაც უფრო აგინებდნენ და აკრიტიკებდნენ ამერიკას, ჩვენში მეტი ინტერესი იყო რომ რა არის ამერიკა, სად არის, მოზღაურებთან ყიდულობდით ჯინსებს, ხვით შემოდიოდა ეგ ჯინსები, ღეჭავდით ამერიკულ რეჟიმს და უსმენდით ამერიკულ მუსიკას, ანსამბლი ჩიკაგო, ეხლა ელვის პრესლი თავისთან თუ ჩვენთან აკრძალული იყო. აკრძალული იყო ყველაფერი, ეს ნელ-ნელა შემოდიოდა ეს ელექტრონული მუსიკა და ასე შემდეგ. ანუ ამერიკა ჩემთან სოხუმში ძალიან შემოვიდა, აი მარტო სოხუმში კი არა, ჩვენთან მთელ საქართველოს შემოდიოდა და მაშინ პეპსიკოლას ქარხანაც გახსნეს ისეთი, რომ აი ეს ამერიკული გემო რაღაცა თავისუფლების გემო იყო ჩვენთვის რაღაც, რომ პეპსიკოლას ვამბით, თქო შეარჩიეს კოკა-კოლა არა, პეპსიკოლა, იმიტომ რომ რატომღაც მიჩნეული იყო, რომ პეპსიკოლას უფრო მუშები სვამენ და ასე შემდეგ, თუმცა რაც არ უნდა დიდი ფული კონდეს, უკეთეს კოკა-კოლას ვერასოდეს ვერ იყიდი. იყიდი იმ კოკა-კოლას, რომელიც ღირს თავთ 80 თეთრი თუ თუ ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ასე შემოდიოდა ჩვენთან ამერიკა და აი ეს აკრძალვები ვთქვათ, რომ ის ყველა ქართველის ერთ ქვაბში მოხარშვა, რომ აი ქართველები არიან ცუდები, რომ ისინი თავს დაგვესხნენ და ასე შემდეგ.
ეს სხვა ინტერესს კიდევ აჩენს, რა თქმა უნდა. და ასევე კიდევ ჩვენ ბავშვებშიც აჩენს, იმიტომ რომ აი ოჯახებში სულ საუბარი არის, აი ჩვენს ურთიერთობებზე, ჩვენ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 2008 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან გართულდა ეს სიტუაციაც, ვითარებაც გართულდა თვითონ აფხაზური მხარისთვისაც, რა თქმა უნდა, ეხლა იქაურ გაზეთებს რომ გაეცნობით, ძალიან ბევრს წერენ, თუნდაც თამამად სხვადასხვა ძალიან თამამად, აი რუსეთთან ურთიერთობაზე არის გამოსვლები სახალხო და ასე შემდეგ, უფრო იცავენ ენას აფხაზურს, ახალი განკარგულებები, ბრძანებები, ახალი რაღაც წესი შემოდის, აი რაღაც ბევრი რაღაცა კეთდება ყოველ შემთხვევაში, ბევრი რაღაც ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ სუფრას უსხედავთ, ასეთ ვარ და ჩვენ საუბრობთ, ისინი თავისას. ხო და აი ადამიანები თითო როლ არის, რომელიც მიმოდის და ხედავს იმ რაღაც სხვაობასაც და იმ რაღაც საერთოსაც, რომ აი თქვათ, როდესაც ჩამოდიან სამკურნალოს, რა თქმა უნდა, ამას რა ჯობია და ბევრიც არის რომ ვეხმარებით, ესე იგი სიკეთე უნდა ვთესოთ. სულ სიკეთე უნდა ვთესოთ. აი ეგ არის მთავარი. აი ახლა იყო ერთ-ერთი ჩრდილო კავკასიელი ყოფილი მებრძოლის, რომელიც ომის დროს აფხაზების მხარეზე იბრძოდა ჩვენ წინააღმდეგ. თუ არ ვცდები, იაგაევია მისი გვარი, მისი წერილი იყო ესეთი, რომ დასკვნა ასეთი გააკეთა და აფხაზებს მიმართა ერთ-ერთი ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტს და აფხაზებსაც ეუბნება, რომ თქვენ მაინც რაღაც ქართველებთან უფრო ახლოს უნდა იყოთ, იცით? აი უფრო მეტი სიახლოვე უნდა იყოს მათთან და ძალიან ბევრ რაღაცებს, ესე იგი, ასწავლის თითქოს. ეს წერილი გავრცელდა, და სხვადასხვაობა არის ამ წერილის გარშემო და ახლა მე სოციალურ ქსელებში ვეცნობი ხოლმე და მანდ არის ისეთი საკმაოდ ესე თქვათ სხვადასხვა აზრია გამოთქმული ძალიან თამამად. აფხაზური საზოგადოება არ არის დიდი, მცირეა ეგ საზოგადოება, მაგრამ არის ასევე ჭრელი. და უნდა ითქვას, რომ აი ბოლო წლები განსაკუთრებით აი ეს თავისუფალი პრესა უფრო გაძლიერდა მანდ და სხვა შორის სამოქალაქო საზოგადოებაც. თქვათ შეუძლიათ იქ ადამიანებს შეიკრიბნენ, მივიდნენ თქვათ ან პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ან სახალხო კრების სადაც იკრიბებიან და მოთხოვონ და შეაცვლებიან ბევრი გადაწყვეტილება, რაც არ მოწონს ხალხს. ეგ არის, ასე რომ ჩვენ სულ უნდა გვეჭიროს მაჯა აფხაზების, უნდა ვიცოდეთ რა ხდება მანდ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთ. ეხლა არის ხოლმე ხანდახან ესე ცინიკური დამოკიდებულება, რომ მალე დაკარგავენ ენას, თუ დღეში არიან, არ იქნებიან მალე და ასე შემდეგ და ხო და ასე შემდეგ და ეს დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელი იყო ყოველთვის და მიუღებელია ეხლაც, იმიტომ რომ აი თუ ოკეანემ წაართვა ევროპას ერთი ბელტიო, ერთ-ერთი ცნობილი რომანი ამ სიტყვებით იწყება, ევროპას ისევე აკლდება როგორც ჩვენს და ასე შემდეგ. ჩვენ არანაკლები დაგვაკლდება მტრისას ეს რომ მოხდეს. იყო ციმბირში ერთი ბალახი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 30 კვადრატულ მეტრზე იყო ეგ დათესილი და უნიკალური ბალახი, სხვაგან არ იყო ამ ესეთი სახე. და მას უვლიდნენ და აი ბანი რო გაყავდათ, გახსოვთ? ხო და აი რო გაიყვანეს მათ ეს დიდი რაღაც გზატკეცილი, ესე იგი დაფარა ეს ბალახი და დაიღუპა და იყო მთელი გლოვა მეცნიერების, რომ აი როგორ მოგვივიდა ეს, დაიკარგა სიცოცხლის სახე საბოლოოდ დაიკარგა. ყველაფერი არის უნიკალური, ის ენა აფხაზური რაც ენებია მსოფლიოში, მათი ადათი წესი, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩვენთან და ასე შემდეგ და ამიტომ პირველ სიკეთეს ჩვენგან ელოდებიან და მე ვარ მომსწრე იმისა, რომ რაც მეტი გავიღეთ ჩვენ, მით უფრო დაგვიბრუნდა ის სიკეთით, მაგრამ ამ გზაზე, ამ რთულ გზაზე, ამ ქართული და აფხაზური ურთიერთობის გზაზე პირველ რიგში ჩვენ უნდა დავესაუბროთ ერთმანეთს. როდესაც ჩვენ ვერ ვლაპარაკობთ აქ, როდესაც ჩვენ თავის დროზე ვესროლეთ ერთმანეთს კიდეც აქ და გაიპო მაშინ საქართველო, მაშინ მე სოხუმში ვიყავი და მაშინ შეიკრიბა ხალხი მან და თქვენს რომ აი ქართველები როგორ არიმეტებენ ერთმანეთს და თქვენ რა მოგივათ. თბილისში არის თამუნა იცით ერთი ლამაზი ქუჩა, სადაც სამეფო უბნის თეატრი მდებარეობს. ამ ქუჩას ქვია გია აბესაძის სახელი.
მე ახლა უბრუნდები იმას, რითაც დავიწყეთ. აი საერთო სივრცის მშენებლობას. ხო და გიაბესაძემ თავი დაიწყო იმ დროს, როდესაც ჩვენ ასე დაუპირისპირდით ერთმანეთს. ერთმანეთს შერიგების სკენ იყო ეს მისი. ესა რომ მისი იყო ახალგაზრდა ექიმმა კაცმა გადაისხა ბენზინი, მოიკიდა ცეცხლი და არ არის ჩვენ შორის. მანამდე წერილი დაწერა, რომ არ გააკეთოთ ასე, არ დაუპირისპირდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს მე თაობებში გადავა, ამას წლები უნდა. და საუბედურო და სამწუხაროდ რა ესე იგი ხელისუფლება რა არა ხელისუფლება არავინ არ დაუჯერა გიაბესაძეს მიზეზს და მიზეზების ძიება დავიწყეთ რომ რამე პრობლემა ხო არ ქონდა ავად ხომ არ იყო რაღაც რაშია საქმე ეს რატო გააკეთა იქ რატო გააკეთა ანდა მან ესე იგი არ მივიღეთ ჩვენ ზვარაკად მის სიცოცხლე ხომ არ მივიღეთ არა და კაცმა გაწერა ერთადერთი რაც შეიძლება სამშობლო დაკარგო დაიბრუნო ან შენ დაეკარგო სამშობლოს და დაუბრუნდე მაგრამ სიცოცხლეს ვერ დაიბრუნებდა. ასე რომ რაც უფრო ადრე ავაგებთ ამ სივრცეს, რაც უფრო ქართველები გავაკეთებთ ისე შევქმნით იმ სიტუაციას, რომ ჩვენ საუბრობთ, ვისწავლეთ ლაპარაკი, ვისწავლეთ საუბარ და გადაწყვეტილებების ერთად მიღება, რომ ერთად ვიმარჯვებთ. რომელიმე ერთი პარტია კი არ იმარჯვებს, რომელიმე ერთი მოძრაობა კი არ იმარჯვებს, ჩვენ ვიმარჯვებთ ერთად. ხო, აი ეს ჩვენ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რამის მაგალითი აი პირადი მაგალითი ჩვენი სახელმწიფოებრივის გავხდით სხვა ხალხებისთვის. ჩვენი მეზობელი ხალხებისთვის სხვა და სხვებისთვის გავხდით და აი ახლა ყველაზე დიდი და საუკეთესო შანსია, იმიტომ რომ ჩვენ გზაჯვარედინზე ვდგავართ. სულ რამდენიმე თვე საპარლამენტო არჩევნებია. ერთი წელი საპრეზიდენტო არჩევნებია, ხო? მოდის სხვა ხალხი ფიქრობს, რომ იქნება პარლამენტის წევრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხელისუფლებას თელ საზოგადოებას ეხლა ჩვენ ყველა თვითონმა ჩვენთაგანს აქვს უზარმაზარი შანსი იმისა რომ დავიწყოთ საუბარი მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილება და რაღაც სამაგალითო გავხდეთ ყველასთვის იგივე ხელისუფალს შეუძლია რაღაც არაორდინალური ნაბიჯები გადადგას ამ რთულ სიტუაციაში თორემ რუსთაველის პროსპექტი ჩვენ ისევ ქრონიკულად შეიძლება დაგვებედოს და ასეთ სიტუაციაში ასეთ ვითარებაში არ ჩვენ გვინდა ცხოვრება და არ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს აი თქვენ ბრძანეთ რომ ან ერთად ვიმარჯვებთ, ან ერთად მარცხდებით, როდესაც ასე ხდებოდა ხოლმე ყოველ შემთხვევაში აქ ხელისუფლებების სრულება. არა ის იყო რომ მე გავიმარჯვე და შენ ცოტა ხანი ხელისუფლებაში არ იქნები, მაგრამ მე დაბრუნდები, არამედ ერთმანეთის განადგურებისკენ იყო, ანუ ან ერთს უნდა გაემარჯვე და მეორე უნდა განადგურებულიყო და ან მეორე უნდა დარჩენილ რაღაც სასწაული ხდებოდა. სხვაში რახან თქვენ არჩევნების თემა ახსენეთ, დღეს გრინბერგის გამოკითხვა გამოქვეყნდა რომელიც ნაციონალური მოძრაობის შეკვეთით ჩატარდა იანვრის თვეში მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით ამ გამოკითხვის მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს გამოკითხულთა 65%, ქართულ ოცნებას 25%, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას 4%, ლეიბორისტებს, თავისუფალ დემოკრატებს, რესპუბლიკელებს 1%. და ნუ დანარჩენს რაღაც 0% ან საკმაოდ დაბალი საქმე. ერთის მხრივ ქართული ოცნება რომელიც პარტია ჯერ არ არსებობს, რეალურად ჩამოყალიბებულა. არ განუცხადებიათ. 25%. როგორი მაჩვენებელია, როგორ ფიქრობთ? ანუ რამდენად რეალობასთან ახლოს შეიძლება ეს იყოს? რა თქმა უნდა, მე ამ პერიოდისთვის, როდესაც არ არის ეს თავისახელი არ ქვია, ასე თქვა, არ განუცხადებია რომ არის პარტია, ძალიან შესანიშნავი ის არის პროცენტი და მე მგონია რომ აი თუნდაც ეს პროცენტი ეწერება ყველას იმ პარტიებს, ვიზეც არის აქ საუბარი და მათი პროცენტები კიდევ ამათ. ესე იგი საიმედო არის ეს ყველაფერი. საიმედო არის ეს ყველაფერი. ანუ რა ბევრს აქვს იმის შეგრძნება თუ იმის შიში რომ ის 9 თვე რომელიც არჩევნებამდე გვაქვს დარჩენილი, ნუ თუ ოქტომბერში ჩატარდება ეს არჩევნები, არ არის გამორიცხული რომ ისევ საკმაოდ ისეთი ნერვიული და საკმაოდ ხისტი შეტაკებების მომსწრენი გავხდეთ. გაქვთ თქვენ ამის მოლოდინი რომ შეიძლება ისევ რაღაც დაჯახება მოხდეს ამ პოლიტიკური ძალების ერთმანეთთან და ისევ რაღაცა თქვენ რაც ბრძანეთ რუსთაველის პროსპექტზე მორიგი რაღაც ოკეანე ამბოქრდეს. თუ მაინც ვისწავლეთ რაღაც ამ 20 წლის განმავლობაში და ერთმანეთის განადგურებაზე აღარ ვიფიქრებთ. არა, მე მგონი ეხლა თვისობრივადაც ჩვენ სხვანი ვართ. მეც სხვა ვარ და საზოგადოება საერთოდ სხვა არის, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიარეთ 91-92 წელი. ჩვენ ვნახეთ თუ რა უბედურება დავიტეხეთ თავს და
რა მოგვიყვანა, რა მოგვიტანა ამ სროლამ და როდესაც ერთმანეთს ხოცავდით. ჩვენ გავიარეთ ვარდების რევოლუციაც. სხვათა შორის ვარდების რომ არ ყოფილიყო ეს რო არ გვენახა 91-92 წელი შეიძლება ტყვია ესე თოპი გავარდნილიყო 2003 წელს მაგრამ საზოგადოება ბრძენია ხალხი ბრძენია საერთოდ და უკვე რომ იცოდა აქ უფრო სხვანაირად გავედით ჩვენ ეხლა თუ შეიძლება ეს უხეშად თქვა რომ აი მესამე გზაჯვარედინი შეიძლება არ დანომრო კაცმა მაგრამ გზაჯვარედინზე ვართ და ეხლა ეს ღირსეულად არის გასული. ჩემი მოლოდინი რა არის? ჩემი მოლოდინი ის არის, რომ ამას ბევრად უფრო ღირსეულად გავივლით ჩვენ, ერი-ბერი, ხელისუფლებიდან დაწყებული და აი ჩემი დამთავრებული ყველანი და ძალიან აი გამიმარჯვებთ ყველანი და კარგი დღების მომლოდინე ვარ. ეხლა ოთარ ჭილაძე ვახსენე ჩვენ მანამდე საუბრისას და ოთარ საქ ესეთი ქონდა ლექსი რომ მუდამ ზადავარ უკეთეს დღისთვის, ესე უარეს დღისთვის, თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ, მაგრამ უკეთეს დღეებზე ვფიქრობ მე პირადად და უკეთესი დღეების მომლოდინე ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს გავაგებინებთ ჩვენ სათქმელს და ღირსეულად ჩაივლის ეს წელიც, მომავალი წელიც და ჩვენი მომავალი თაობა იქნება ბედნიერი. ეს არა ლიტონის. მომავალი თაობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მომავალი თაობის ვისხოროთ, მაგრამ არ იქნებოდა ორიგო ჩვენ ისეთი მძიმე პერიოდი გავიარეთ რაღაცა ჩვენც მოვესწროთ. სხვა შეიძლება კიდევ ერთი თემა მაინც მინდა ეკნებ მოვასწროთ. ყოველთვის იყო ხა მამათა და შვილთა თაობების დაპირისპირება, არ არის ახალი და ყველგან ხდებოდა, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ რომ ამჯერად მამების თაობა ძალიან შორს გაწიეს შვილებმა და უთხრეს რომ თქვენ წითელი ინტელიგენცია ხართ, თქვენ ცუდები ხართ, თქვენ არ გესმით არაფერი და ჩვენი დრო არის ახლა და თქვენი არაფერი არ გვაინტერესებს, თქვენი არაფერი არ გვიგვდა. ხო, რა თქმა უნდა, ახლა როგორც მამათა თაობა, ჩემი შვილების წინაშე, თაობის წინაშე დამნაშავეთაც უზნობ თავს, იმიტომ რომ ის საქართველო ვერ დავახვედრეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, ჩემზე უფროსმა თაობამ და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს ქვეყანაში არის დიდი დაუხარჯავი ენერგია, ეს არის ამ გამოცდილი ხალხის მამების დაუხარჯავი ენერგია. ნუ ამათ თავი რო დავვნევთ 45 წლის, 50 წლის ხალხის დაუხარჯავი ენერგია, არა მარტო ის რომ სამუშაო არ არის და ასე შემდეგ. არამედ ყველას უნდა კონდეს განცდა იმისა, რომ მას მოაქვს აგური. ისიც აშენებს ამ ქვეყანას, რომ ის საჭიროა ამ ქვეყანას. ის კი არა რომ დაუშვათ მარტო ჩვენ და რაღაც ერთი გუნდი აკეთებდეს ამას ყოველს. ყველას უნდა კონდეს ამის განცდა. თვითონ მამული სიტყვა სინონიმი არის ხო სამშობლოსი. ესევეა კიდევ თქვა და Vaterland გერმანელი რო იტყვის მამების ქვეყანა, იგივე სამშობლოს სინონიმია. რუსულად Atchizna, ну Motherland არის ინგლისურად და მე რო ვეკითხები ხოლმე ესეთი ენების, ხალხს რომ აი მამის სახელი არის თუ არა, აი ესე ისმის თუ არა, ყველგან არის თითქმის, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ძირითადად არის მამების, ხო? მამები მიდიან, შვილები მოყავთ, შვილიშვილები იზრდებიან და ნუ ჩვენთან იყო რომ თქვა ბაბუებს ძალიან გაუჭიანურდა დარჩენა, ხო, ამას შექმნა უზარმაზარი პრობლემები, შეიძლება მამები ძალიან ზრდილობიანებიც აღმოჩნდნენ და ვერ უთხრეს და შემდეგ მოხდა ისე რომ შვილიშვილებმა ბაბუებიც გაყარეს და ესეთ კი მამებიც, მაგრამ მე მგონი რომ აი ეს უნდა დაიწყოს ქვეყანა რომ ყველა აბსოლუტურად ახალგაზრდა იქნება, ძველგაზრდა იქნება, ნიჭის გამოცდილებას, ენერგიას ყველაფერი უნდა გამოიყენოს, რომ ის არის ამ ქვეყნის მოქალაქე და რომ ის აშენებს ამ ქვეყანას. აბა მეტი რა აზრი აქვს სიცოცხლეს, ის რო თქვა ჭამო ადგედილით, დაიძინოს აღამოთი და მეტი არაფერი. აზრი მივცეთ თქო. და პრინციპში შვილები რამდენად გრძნობენ რომ მამები ჭირდებათ, ეგ არის საინტერესო თორე. ხო, არა, ნუ ჭირდებათ, როგორ არა ჭირდებათ. ჩვენ ერთმანეთს ჭირდებით ყველანი, ხო, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა მე არ მომწონს ეს ცალკე თემაც არის, დიდი თემაც არის, სტერეოტიპები, ერთი რაღაც ჩემი სურათი სადღაც Facebook-ში სადღაც გამოჩნდა და ვიღაცა ბავშვების თაობიდან მიაწერა რომ აი ხედავთ ეგ ჭაღარა კაცია, ეს ალბათ წითელი ინტელიგენცია, ალბათ ეს ჩამშვებია, აი რაღაც ესეთები მიაწერა და კი არ მწყენია, ალბათ დავიმსახურე, ვიფიქრე ერთი რომ მე სიმბოლო გავხდი დაუშვათ ჩემი ჭაღარათი ჩემი ასაკით რომ აი ბავშვისთვის რაღაც სხვა მოვლენასთან აგვაქვს საქმე და ეს დამახინჯებული მოვლენა არის და ხვალზე ბევრი რამ უნდა შეიცვალოს კი ქვეყანაში უნდა
ვერამ შეიცვალა და ერთად უნდა გავაკეთო შვილებმა მამებმა და შვილიშვილების დიდები არიან. ბატონ გურამ ძალიან დიდი მადლობა ბატონი გურამ მოდიშარია იყო დღეს ჩვენი სტუმარი თქვენ გადაცემა ჩვენს უყურებთ გადაცემას ჩვენ მე ხვალამდე გემშვიდობით ხვალ 8 საათზე ვიქნებით ეთერში და რეზო გაჩილიძე იქნება ჩვენი სტუმარი და ჩვენ ვისაუბრებთ იმ მოვლენებზე იმ პროცესებზე რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება ძალიან საინტერესო მოვლენებთან აგვაქვს საქმე დიდი მადლობა ჩემს სტუმარს დიდი მადლობა გამომშვიდობისა მადლობა მოწვევისთვის